გასული კვირა საქართველოს პოლიტიკურ ცხოვრებაში მნიშვნელოვანი იყო იმით, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ახალი პრეზიდენტის არჩევის შემდეგ ქართული მხარის პირველი ოფიციალური ვიზიტი შედგა ამერიკის შეერთებულ შტატებში. Როგორ გაგრძელდება და როგორ განვითარდება ახალი ადმინისტრაციის პირობებში საქართველო-ამერიკის ურთიერთობები? ეს იყო მთავარი კითხვა შეხვედრებზე, რომელიც საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტში, სენატსა და კონგრესში გამართა. საქართველო არის ამერიკის შეერთებული შტატების მტკიცე პარტნიორი და მოკავშირე არა მხოლოდ რეგიონში, არამედ გლობალურად, აღინიშნა მიხეილ ჯანელიძისა და ამერიკის სახელმწიფო მდივნის რექს ტილერსონის შეხვედრაზე, რომელიც ვაშინგტონში გაიმართა. მხარეებმა შეხვედრაზე ორი ქვეყნის სამომავლო ურთიერთობები, თანამშრომლობა და სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიის მთავარი მიმართულებები განიხილეს. ქართული მხარის განცხადებით შეხვედრა გაცნობით ხასიათს ატარებდა და დადასტურება იყო იმისა, რომ საქართველო-ამერიკას შორის 25 წლიანი ურთიერთობა ტრამპის ადმინისტრაციის პირობებში კიდევ უფრო გაღრმავდება. შეხვედრაზე მიმოიხილეს რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო, საქართველო-რუსეთის კონფლიქტთან დაკავშირებული საკითხები და კიდევ ერთხელ აღინიშნა შეერთებული შტატების მხრიდან საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა და ვაშინგტონის მსაუბა საქართველოს გვერდით იდგეს მის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევაში. რექს ტილერსონმა მადლობა გადაუხადა საქართველოს გლობალური უსაფრთხოების უზრუნველყოფაში შეტანილი წვლილისთვის, რასაც ქართველი სამხედროები იჩენენ საერთაშორისო მისიებში. თავის მხრივ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ხაზი გაუსვა დამოუკიდებელი საქართველოს ამშენებლობის პროცესში შეერთებული შტატების როლს და მის მიერ გაწეული დახმარების მნიშვნელობას. საუბრეთ იმ 25 წლის მეგობრობაზე, თანამშრომლობაზე, დიპლომატიურ ურთიერთობებზე, რომელსაც აღნიშნავ წელს და ასევე ხაზი გაუსვით, რომ დღეს საქართველოსა და ამერიკას შორის სტრატეგიული პარტნიორობა არის ძალიან ღრმა, ყოვლისმომცველი, მოიცავს ძალიან ბევრ სფეროს, ბევრ მიმართულებას და საქართველო არის ერთ-ერთი ყველაზე ახლო მეგობარი, სანდო პარტნიორი ამერიკისთვის, არა მარტო რეგიონში, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ამერიკის შეერთებული შტატები ძალიან აფასებს იმ წვლილს, რომელიც საქართველოში აქვს გლობალური მასშტაბით, უსაფრთხოების კუთხით. ჩვენ ვისაუბრეთ საქართველოში მიმდინარე რეფორმებზე, იმ პროცესებზე, რომელიც უკავშირდება ქვეყნის განვითარებას და ძალიან პოზიტიურად შეფასდა ყველა ის პროცესი, რომელსაც ჩვენ ვახორციელებთ, საქართველოს მთავრობა ახორციელებს. რექს ტილერსონი ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის რანგში თავის პირველ შეხვედრებს მართავს. ამერიკის სენატმა დიპლომატი ამ თანამდებობაზე 1 თებერვალს დაამტკიცა. საქართველო რიგით მეხუთე ქვეყანაა კანადის, მექსიკის, გერმანიის, იაპონიის შემდეგ, რომლის პირველ დიპლომატთან გაფართოებულ ფორმატში ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა შეხვედრა გამართა. აღსანიშნავია და მეტნაკლებად ცნობილია რექს ტილერსონის პოზიცია რუსეთთან მიმართებაში, რომელიც დიპლომატმა ჯერ კიდევ სენატში მოსმენაზე გაახმაურა და აღნიშნა, რომ რუსეთთან ვაშინგტონი ფრთხილად უნდა იყოს. რექს ტილერსონმა რუსეთს დესტაბილიზაციის გამომწვევი ქვეყანა უწოდა და განაცხადა, რომ რუსეთი წარმოადგენს საშიშროებას, მაგრამ პროგნოზირებადია თავის ინტერესების გატარებაში. მიხეილ ჯანელიძის სახელმწიფო მდივანთან შეხვედრას წინ უძღოდა შეხვედრების სენატის უმრავლესობის ლიდერ მიჩ მაკკონელისთან და სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ბობ კორკერთან. სენატორები დაინტერესდნენ ოკუპირებულ რეგიონებში ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენებით. ამერიკელმა კანონმდებლებმა ურყევი მხარდაჭერა გამოხატეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისადმი და აღუთქვეს დახმარება ჩვენი ქვეყნის მისწრაფებას ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით. დადებითად შეფასდა თავდაცვის სფეროში ამერიკას საქართველოს თანამშრომლობა. საქართველოში პოზიტიური შეფასებები მოყვა საგარეო საქმეთა მინისტრის მიხეილ ჯანელიძის ვიზიტს ამერიკის შეერთებულ შტატებში, როგორც ხელისუფლების, ასევე ოპოზიციის წარმომადგენლების მხრიდან. კონტაქტები არჩევნების დასრულებიდანვე უკვე შედგა, რაც კარგი არის საქართველოს ეროვნული ინტერესების გატარებისთვის. ამერიკა იყო და არის საქართველოს სტრატეგიული პარტნიორი, ამიტომაც მათთან მუდმივი კონტაქტის ქონა მით უმეტეს ახალი პრეზიდენტის ახალ ადმინისტრაციასთან მნიშვნელოვანია. ქართველი ექსპერტები ამ ვიზიტს მნიშვნელოვან გზავნილს უწოდებენ იმის დასადასტურებლად, რომ ამერიკა საქართველოსთან ურთიერთობას დიდ როლს ანიჭებს. მათივე განმარტებით ვიზიტი განსაკუთრებით საყურადღებოა იმ ფონზე, როდესაც ახალი ადმინისტრაციის დამოკიდებულება ოკუპანტ რუსეთთან ჯერჯერობით უცნობია. პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე მიიჩნევს, რომ ვიზიტი უმნიშვნელოვანესია მით უფრო იმის გათვალისწინებით, თავად ამერიკის ახალარჩეული პრეზიდენტის საგარეო კურსი ჩამოყალიბებისა და პოლიტიკური დუღილის პროცესშია. უაღრესად დადებითია და უაღრესად საყურადღებოა, რომ ამერიკულმა მხარემ მიიღო ეს ვიზიტი. იმიტომ რომ ორივე მხარე უნდა დათანხმდეს ვიზიტზე, ხო?
და ამერიკულმა მხარემ რახან მიიღო ეს ვიზიტი ამ ეტაპზე, როცა იქ ჯერ კიდევ ბევრი რამ ჩამოუყალიბებელია, ეს უკვე ნიშნავს იმას, რომ სადღაც რუქის ამ წერტილის მიმართ მათ ყურადღება აქვს გამახვილებული. და ბევრი პირი და მათ შორის სახელმწიფო მდივანიც ცნობილი არის მათი კრიტიკული რბილად რო ვთქვა, კრიტიკული დამოკიდებულებით რუსეთის მიმართ. ეტყობა, სავარაუდოა, რომ ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ საქართველოსთან დიალოგი შედგა ასე ადრეულ ეტაპზე. საარჩევნო კამპანიის და პრეზიდენტობის პირველ პერიოდში რჩებოდა შტაბ-ეჭდილება, რომ რუსეთთან მიმართებაში მას რბილი პოლიტიკა იქნებოდა, რუსებს გამოუცხადა ყირიმი დააბრუნეთო. პოლიტოლოგ კორნელ კაკაჩიას განცხადებით ვიზიტმა ცხადყო, რომ ამერიკა საქართველოსთვის ერთგულ სტრატეგიულ პარტნიორად რჩება, თუმცა მისივე განმარტებით ამერიკის ახალი ადმინისტრაციის საბოლოო ჩამოყალიბების შემდეგ გამოჩნდება, რა აქცენტებს გააკეთებს ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში, იგივე რუსეთთან მიმართებაში. საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი იყო მეხუთე თქვათ პირი, რომელსაც ახალი ადმინისტრაციის წარმომადგენლები შეხვდნენ, რაც რა თქმა უნდა მნიშვნელოვანია, იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო არის მცირე ქვეყანა და მით უმეტეს იმ ფონზე, როდესაც გარკვეულწილად გაურკვევლობა იყო თქვათ ტრამპის ადმინისტრაციასთან დაკავშირებით, განსაკუთრებით წინა საარჩევნო პერიოდში მისი რიტორიკიდან გამომდინარე, ეს მე მგონი საკმაოდ მნიშვნელოვანი სიგნალია. მთლიანობაში მე ამ ვიზიტს უწოდებდი დამაიმედებელს, იქიდან გამომდინარე, რომ ბუნებრივია, რომ ერთი შეხვედრის თქვათ მსვლელობაში ვერ ამოიწურებოდა ის საკითხები, რომელიც მნიშვნელოვანია თქვათ საქართველოს ეროვნული ინტერესებისთვის, მაგრამ ეს იყო კარგი დასაწყისი, იქიდან გამომდინარე, რომ ეს იყო პირველი შეხება საქართველოს ხელისუფლების ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან. რაც ყველაზე მთავარი არის, ამ ვიზიტის შემდეგ გამოჩნდა ის, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია შეერთებულ შტატებში ერთგული არის იმ ორმხრივი ურთიერთობების, რომელიც ბოლო 25 წლის განმავლობაში ჩამოყალიბდა, ანუ ეს ამ ურთიერთობებმა რეალურად მიიღო სტრატეგიული ხასიათი და ჩვენ ასევე გვაქვს ქარტია, რომლის ფარგლებში, ესე იგი, ორივე მხარე ცდილობს ამ ურთიერთობების დალაგებას და რაც გამოჩნდა ამ შეხვედრიდან, რომ დღევანდელი ადმინისტრაცია მზად არის, ასე ვთქვათ, გააგრძელოს საქართველოსთან თანამშრომლობა ამ ქარტიის ფარგლებში. შეხვედრა იყო მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ ჩვენ მიგვიღო მკაფიო სიგნალები ჩვენი სტრატეგიული პარტნიორისგან, რომ საქართველოს ეროვნული ინტერესები იქნება დაცული და შეერთებული შტატები, ასე ვთქვათ, ბოლომდე პატივსცემს, როგორც ბოლო 25 წლის განმავლობაში საქართველოს სუვერენიტეტსა და მის ტერიტორიულ მთლიანობას. თვითონ ეს შეხვედრა, თქვათ, იგივე სახელმწიფო მდივანთან ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ეს არის პიროვნება, რომელსაც მანამდე ჰქონდა გარკვეული კავშირები, თქვათ, იგივე რუსეთის ხელისუფლებასთან, ის კარგად იცნობს პოსტსაბჭოთა სამყაროს და ამ კუთხით მნიშვნელოვანი იყო, რომ მას კონკრეტულად გაეგო საქართველოს პოზიცია ამა თუ იმ საკითხებთან დაკავშირებით და განსაკუთრებით იმ საკითხების გარშემო, რომელიც მნიშვნელოვანია ჩვენი სასიცოცხლო ინტერესებისთვის.